ხო, ხშირად ხდება, როდესაც ვიზუალურად ადამიანი ზომაში დიდდება, ესე ვთქვათ, შუპდება და მას გონია, რომ ეს არის ზედმეტი ცხიმი, კილოგრამები, ამ დროს ეს არის შეკავებული სითხე. და რა იწვევს ახლა ამას? ორი ძირითადი მიზეზი აქვს ფსიქოსომატურად. პირველი ის, რომ საერთოდ ნებისმიერი პროცესი, რომელიც დაკავშირებულია თირკმელებთან და ამ შემთხვევაში თირკმელია ჩართული, რადგან თქვათ სხეული ცდილობს, რომ შეიკავოს მაქსიმალურად ის სითხე, რომელიც მასში და არ გაუშვას, ეს იწვევს შემდგომ უკვე შეშუპებას. ეს არის ტოლვილის სინდრომი, ეგრეთ წოდებული. და ისედაც ნებისმიერი, ვთქვათ, სხვა დაავადება, რომელიც არის კავშირში თირკმელთან და შარდსასქესო სისტემასთან, ასევე კავშირდება აი ამ სინდრომთან. და მეორე მიზეზი, რატომ ხდება ასევე შეშუპება, უფრო მეტაფორულია, მაგრამ ეს ამის кейსებიც არსებობს, ეს არის, როდესაც ადამიანი აჩერებს მიმოცვლას გარე სამყაროსთან. იგულისხმება, რომ ის აგროვებს ცოდნას, მაგალითად, აგროვებს გამოცდილებას და არ გასცემს, არ აბრუნებს ამას სამყაროში, ანუ არ აკეთებს იმის გაცემას, რაც მიიღო. ესეც კავშირდება სიტყვასთან შეკავება. ეს ორი მიზეზი შეიძლება იყოს იმისა, თუ რატო შუპდებით. თუ დავამუშავებთ ერთ ან მეორე კონფლიქტს, რომელიც ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაშია, შეშუპება ძალიან სწრაფად ლაგდება.